სპეციალური განცხადება გაკეთდა დღეს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელი ქალაქში გავრცელებულ ხმებს თითქოს სექტემბრიდან საბავშვო ბაღები ფასიანი ხდება უარყოფს. ნატალია ზაქარაიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ზაქარაიშვილი აქვე განმარტავს, რომ ქალაქის მასშტაბით ივლისის თვიდან სასწავლო პროცესი მხოლოდ იმ საბავშვო ბაღებში შეწყდება, რომელთა რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი. ასეთი კი სულ 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა. დარჩენილი ბაღები კი გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით აგვისტოს თვემდე იმუშავებენ. მომავალი სასწავლო წლიდან ქალაქის სხვადასხვა უბანში 3 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. რამდენიმე მოქმედ საბავშვო ბაღში კი ჯგუფები დაემატება. მინდა მიმართო ბათუმის მოსახლეობას, საზოგადოებას გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს და სექტემბრის თვიდან ბათუმის საბავშვო ბაღები იქნება ფასიანი და მინდა უთხრა და დაუმშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც განხილვის საგანიც განხილვის თემაც არ ყოფილა.